სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია გვერდება პირდაპირ ეთერში შუადღე მშვიდობის ბატონო აკაკი, მადლობა რომ ხართ საქმის კურსის სტუმარი. პირველ რიგში ფეხბურთის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ მოვლენებზე კითხავთ, რატომ ირღვეოდა კანონი ბიუჯეტის შესახებ 22 მუხლი კონკრეტულად, რადგან აუდიტის დასკვნაშია საუბარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცით საშუალება საზოგადოებასთან გავაკეთო განმარტებები აუდიტის დასკვნაში მოყვანილი გარკვეული გარემოებების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ აუდიტის დასკვნა არის ისეთი დასკვნა, რომელიც აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მთელი წლის მანძილზე ასახავს სამინისტროს საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მე მინდა ხაზგასმის აღვნიშნო, რომ არც ერთ პუნქტში აუდიტის დასკვნაში წერია და არ არის აღნიშნული, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გარკვეული კანონდარღვევები არის აღმოჩენილი. მე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფონდის საქმიანობაზე და მინდა აღვნიშნო შემდეგი გარემოება. ფეხბურთის ფონდი მოგეხსენებათ დაარსდა 2016 წელს. მისი საქმიანობისთვის გამოიყო თავდაპირველად 265 მილიონი ლარი, რომელიც 2016-2020 წლებზე უნდა გადანაწილებულიყო. გარკვეულ სიუჟეტებში სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აბსოლუტურად დეზინფორმაციული ინფორმაცია გავრცელდა, სადაც არასწორად იყო ფაქტები მოყვანილი. მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით ფეხბურთის ფონდის საქმიანობა 2016-2021 წლებს მოიცავს და შესაბამისად მისი დაფინანსება განისაზღვრა 211 მილიონი ლარით, ანუ შემცირდა 54 მილიონი ლარით და ესე იგი ინფრასტრუქტურის კომპონენტი ინფრასტრუქტურის ბატონო აკაკი, მე მაგას მედიაშიც გავრცელდა ბატონი ზაზადოლიძის კომენტარი, რომ მან ასე თქვა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ რაც აუდიტის დასკვნაში წერია და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობასთან მოვარგოთ. ეს არის მისი კომენტარი. შესაბამისობაში მოვარგოთ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით შექმნილი არის ფეხბურთის ფონდის გამგეობა. ბუნებრივია იმხელა თანხას, როგორც არის 211 მილიონი ლარი. ამ თანხის განკარგვას აუცილებლად ჭირდება მაღალი დონის მენეჯერები, აუცილებლად ჭირდება ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობებით მოეკიდებიან თავიანთ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამგეობაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მას დაენიშნოს ფეხბურთის ფონდის ფონდის ხელმძღვანელს დაენიშნოს ხელფასი 5,000 ლარის ოდენობით. ისევ ვიმეორებ, ამ ადამიანმა უნდა გახარჯოს და პასუხს აგებს 211 მილიონი ლარის მიზნობრივ ხარჯვაზე. მით უფრო მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირების, როგორი სამართლებრივი ფორმაც გააჩნია ფეხბურთის განვითარების ფონდს, ზღვრული მოცულობის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, აქ რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მომავალშიც კონტროლის პალატასთან მუდმივი ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში შევჯერდებით სხვადასხვა პოზიციებს. ამ ხელფასები, რომელიც დღეს არსებობს მაღალი რგოლის მენეჯერებში და იმ ადამიანებში, ვინც რეალურად უნდა მართოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, ასე ვთქვათ, არ არის კანონდარღვევა და თქვენ ისინი ამ ჩარჩოებში განაგრძობენ საქმიანობას? მე ისე ვიმეორებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს მიერ ძალიან ცუდად მოდის მათ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირების ხელფასების ზღვრულ ოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს. აქედან გამომდინარე იქნა გამგეობის მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული. მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთის ფონდში მუშაობს ძალიან ცოტა ადამიანი და კოლოსალური სამუშაო იქნა შესრულებული მათ მიერ და აქედან გამომდინარე არის ეს გადაწყვეტილება. ბატონო, დანამატებთან დაკავშირებითაც 23 ადამიანს მათ შორის მინისტრის პირველ მოადგილეს დაენიშნა დანამატები. ამასთან დაკავშირებით რა განმარტებას გააკეთებთ? კი ბატონო, მოგახსენებთ, მე როგორც წეგან აღვნიშნე, ეხლა მინდა გავაგრძელო აუდიტის დასკვნაში მოყვანილია ფაქტები, მოყვანილია გარემოებები იმის თაობაზე, თუ სად იქნა გახარჯული და როგორ იხარჯება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. ისევე როგორც მოყვანილია, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის
პირობითად 100 მილიონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე ხაზგასმით ვაცხადებ. აქ არ არის საუბარი. მე მინდა აღვნიშნო, რომ პრემიების დანამატების სისტემა და ეს პრაქტიკა 2016 წელს არ დანერგინა, ეს ზოგადად 2010 წლიდან მოდის ეს პრაქტიკა. უბრალოდ კონტროლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2016 წელს მოიცავდა, მან აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში განისაზღვრა ამ ადამიანებზე დანამატის ოდენობა. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოხდა და იქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე. მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ აუდიტის დასკვნა, რომელიც საკმაოდ ვრცელია, თავისი შინაარსით არის პირობითი ხასიათის, ანუ პირობითი მოსაზრება აუდიტორული დასკვნის თაობაზე და არანაირად არ არის უარყოფითი. ვერცერთ შემთხვევაში თუ რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე იყო საუბარი, პირობითი აუდიტის დასკვნა ვერ დაიწერებოდა და აუცილებლად იქნებოდა უარყოფითი. ბატონო, მოდით ფეხბურთის განვითარების ფონდზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში ხარჯები შემცირებული და 211, დაახლოებით 213 მილიონი უნდა გაიხარჯოს 2021 წლამდე. პრიორიტეტულობის მიხედვით, რამდენად სწორად არის გადანაწილებული თანხები? დღეს საქმიანი დილის ეთერში ვისაუბრეთ ამ თემაზე, სანდრო ცნობილაძე იყო ჩვენი სტუმარი და მან ახსენა, რომ პრიორიტეტულობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, რადგან განათლების კომპონენტში მაგალითად 13 მილიონი იხარჯება სულ რაღაც და გუნდების შენახვის რეალურად ეს არის პროგრამა, რომელიც წლიდან წლამდე უზრუნველყოფს გუნდების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას და ფეხბურთის განვითარებას ყოველ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს. პრიორიტეტულობა როგორ გადანაწილდა, რაიმე რომელიმე ქვეყნის მაგალითია აქ აღებული თუ ანუ რა გეგმას და სტრატეგიას მიუყვებით? კი ბატონო, მოგახსენებთ, მე უბრალოდ ორი სიტყვით მინდა დაუბრუნდე დანამატების თემას. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მინდა უთხრა საზოგადოებას. 2015 წლიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დაიწყო და გრძელდება ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. ბუნებრივია, ციფრები არის ისეთი რამ, რომელიც არასდროს არ იტყუება. მე მინდა გითხრათ, 2015 წლიდან 2017 წლამდე 230,000-ით არის შემცირებული შრომის ანაზღაურების მუხლში სახელმწიფო კომპონენტი. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნება ნათქვამი ის, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში არის გაორმაგებული. ძალიანად ბატონო აკაკი, თუ სასტატო თანამშრომლებისთვის დანამატის, პრემიის და შრომის ხელფასის გაცემა ხდება საბიუჯეტო მუხლიდან ასეთი შრომის ანაზღაურება. ანუ სასტატო თანამშრომლებისთვის თუ 2015 არა სასტატო თანამშრომლებისთვის. სასტატო თანამშრომლებებზე. როგორც სასტატო, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებზეა საუბარი. კი ბატონო, ფეხბურთის განვითარების ფონდი. რაც შეეხება ფეხბურთის ფონდის ფეხბურთის ფონდის ფეხბურთის განვითარების საქმიანობის პრიორიტეტები. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც იქნა ფეხბურთის მიმართ გამოხატული. ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი ხანია 20 წელია ვსაუბრობთ რომ ფეხბურთს ჭირდება განვითარება, ფეხბურთს ჭირდება გარკვეული მიზნობრივი პროგრამები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით როგორც იქნა, ასე ვთქვათ, სასიხარულო ინფორმაცია იყო ის, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა დამტკიცდა და ის შეუდგა საქმიანობას. პირველ ეტაპზე იყო 2016-2020 წლების, როგორც წელს აღნიშნე, წელს უკვე გახდა 2016-2021 წლების განვითარების პროგრამა. და ეხლა იცით როგორ არის, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვიდაოთ. ვინ ამბობს, რომ 13 მილიონი ლარი განვითარების განათლების პროგრამებისთვის ძალიან ცოტა. მაშინ რამდენია საკმარისი? ძალიან რთულია ასე საუბარი. ამ ეტაპზე ეს არის ის თანხები, რომელიც სახელმწიფომ გამოყო. საკმარისი არ არის საუბარი, პრიორიტეტებზეა საუბარი, თქვა 200 მილიონი დავხარჯოთ კლუბების დაფინანსებაზე, პრემიულ სისტემაზე და 13 მილიონი. პრიორიტეტულია განათლება. რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია განათლება და 13 მილიონი ლარი განათლებისთვის არც თუ ისე პატარა თანხაა დამეთანხმებით ალბათ. მით უფრო რომ აქ არის მასობრივი სპორტის, ფეხბურთის განვითარების პროგრამები, აქ არის კლუბების უკაცრავად კლუბების დაფინანსების პროგრამები, რომელშიც კლუბს თვითონვე შეუძლია დამატებით თუ რაიმე საჭიროება აქვს, გააკეთოს გარკვეული განათლების პროგრამები და თვითონ თავის განვითარებაზე იზრუნოს და რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ
ამ პროგრამამ თითოეულ კლუბს, რომელიც არის უმაღლეს ლიგაში და ასევე პირველ ლიგაში, მისცა საშუალება, რომ დამოუკიდებლად მოეძიონ თანხები და ამაზე გარკვეული მატერიალური წახალისებაც არის დაწესებული. არავინ არც ერთ κλუბს არ უშლის, რაც შეიძლება მეტი თანხა. ბატონო, რამდენად სამართლიანია თქვა არსებითი უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბები, სამართლიანია გადანაწილება თავად თქვა თანხების, რომელიც გადაეცემათ კლუბებს. უკაცრავად არ მესმის. ანუ ყველას გადაეცემა ერთი და იგივე თანხა, მე პრემიალურს არ გულისხმობ, საბაზისო დაფინანსება აქვს ყველას კლუბს ერთი და იგივე. ვისაც შეიძლება მეტი სჭირდება და თქვა დინამო თბილისს შედარებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ვიდრე სხვა თქვა დანარჩენ კლუბებს. ანუ გადანაწილება რამდენად სამართლიანი ამ თანხების ყოველწლიურს გულისხმობ საბაზისო დაფინანსება. შესაძლებელია დინამო თბილისის დინამოს კონდეს ფინანსურად უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ეს არ აქვს სახელმწიფოს ხარჯზე. ეს აქვს დინამო თბილისის იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფოს ფული მიუწევს სხვა კლუბს ამ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობ. ვისაც უფრო სჭირდება თქვა. დიახ, მოგახსენეთ. ამ შემთხვევაში საუბარი არის საბაზისო დაფინანსების პარიტეტულ პრინციპზე. ყველა კლუბი საწყის ეტაპზე, ნულოვან ეტაპზე არის ჩაყენებული თანაბარ მდგომარეობაში და ასე ვთქვათ, ამის შემდგომ მათ მენეჯერულ ფუნქციებზე, მათ მენეჯერულ შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად მეტ თანხას მოიზიდავენ. ჩვენ ერთის მხრივ საუბრობთ, რომ 211 მილიონი ლარი არის ძალიან ბევრი, მეორე მხრივ საუბრობთ, რომ 211 მილიონი არის ძალიან ცოტა. ანუ აქ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს დავა და ჩვენ არ აგვაქვს პრეტენზია იმას, რომ ეს უნივერსალური პროგრამა. ხო, საკმარისი არასოდეს შეიძლება არ იყოს ის თანხები, ეს რესურსია, რომელიც არსებობს. კი ბატონო, მე მაყურებს განმარტო დინამო თბილისთან დაკავშირებით. მე ერთ მაგალითს გეტყვით, რომ ავიღოთ აზერბაიჯანის. კი ბატონო, კიდევ ბოლო შეკითხვას დაგისვით, სამწუხაროდ დროში შეზღუდული ვართ. 2021 წელს, როცა ეს განვითარების პროგრამა დასრულდება, რა შედეგი უნდა მივიღოთ? იცით, ძალიან რთული ამაზე ხშირად გვიწევს ხოლმე საუბარი. სპორტი და მათ შორის ფეხბურთი არის ძალიან რთული სფერო. ძალიან რთული სფერო. ეს არის დამოკიდებული ძალიან ბევრ გარემოებაზე. ეს არ არის პირობითად მანქანათმშენებლობა, რომელსაც მანქანას გააკეთებ და ის 5 წელი ან 10 წელი ივლის ისე თუ რომ არაფერი არ დაჭირდება. ფეხბურთი არის სპორტის სახეობა, რომელიც ძალიან დიდი ტემპებით ვითარდება ევროპაში, ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება მსოფლიოში. ჩვენ თავარია რომ ჩვენი ასე ვთქვათ მენეჯერული ხასიათით, მენეჯერული თვისებებით ფეხი აუწყოთ იმ განვითარების ეტაპებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ფეხბურთი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მასშტაბებს და იმ დონეს, რომელიც გასულ წლებში იყო და ესოდენ მიჩვეული არის ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარი. ამის მაგალითად შემიძლია გითხრათ, საკმაოდ იმედიანი გამოსვლა და საკმაოდ კარგი გამოსვლა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებისა, რომელიც სულ ახლახანს გახდა. ბატონო, 19 წლებში გეთანხმებით, თუმცა საკლუბო დონეზე შესარჩევებში ვერ გამოიყურებოდით სათანადოდ, როგორც უნდა გამოიყურებოდეს. ეს არის მიმდინარე პროცესი. იმედია ბატონო, დიდი მადლობა რომ ერთ შემთხვევაში კი ბატონო, სამწუხაროდ ვაგებთ და იმედს გავაკეთებ რომ საშუალება იქნება ქართული ფეხბურთის წარმატებული, ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობები, წარმატებული სპორტის სახეობები საქართველოში. აკაკი ლოდია იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისათვის.